ეს ის სასათბურო მეურნეობაა, რომლის გაყიდვასაც მთავრობა ცდილობს, თუმცა როგორც აცხადებს მყიდველი არ ჩანს. სახელმწიფო დაკვეთით ესპანური ტექნოპონიენტეს მიერ საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ გორის მეურნეობაში პომიდორი მოყავდა, თუმცა დღეს უკვე გაჩერებულია და მყიდველს ელოდება. როგორც მეურნეობის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, სახელმწიფოს მართვის ქვეშ კომპანია წარგებიანი იყო, დღეს ის გორის მერია. სახელმწიფოს საკუთრების მეურნეობაში პრაქტიკულად შესაძლებელია მისი მენეჯმენტი განხორციელდეს ამაზე განაცხადებია სტაბილი რეაქციები სიტუაციებზე რაღაცა ფინანსები საჭიროა მართლაც მენეჯმენტის ხელში და ყოველთვის ყველაფერზე რამდენიმე ესპანური კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფაიკიძე აცხადებს, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა მენეჯმენტმა სასათბურო მეურნეობის მიზანმიმართული განვითარება დაიწყო. თორემ ის სავსებით მონგებიანი იყო და დღესაც საინვესტიციო მიმზიდველია. მიუხედავად ის იყო საფურის დირექტორი. ყველანაირი ბარიერები ვიდა ჩვენი კონტრაქტი იყო კვადრატულ მეტრზე უნდა მოსულიყო 25 კილო. მოვიდა, მეტიც მოვიდა, მაგრამ იმ აგრონომს, რომელიც საქართველოში მუშაობდა, ესპანელ აგრონომს, არ გადაუხადეს 3 თვის განმავლობაში ხელფასი და მოსკოვის რომ ჩაეწერა მითო 15 კილოზე მეტი არ მოვიდა კვადრატულ მეტრზე. ზურაბ ჯირკოლიშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს. ესპანური კომპანიის წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ გაკვეტრების შედეგად ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ქონების ხელში იაფად ჩაგდობა სურს. მისი თქმით, ესპანური კომპანია უკვე მარტიდან სასათბურო მეურნეობის შესყიდვას ცდილობს, თუმცა ქართული მხარე უარით ისტუმრებს. მეცაც გეტყვით, როდესაც გავიგეთ, რომ საფურის გაჩერებას აპირებდნენ და გაყიდვას აპირებდნენ, მე პირადად ჩდავალებ ჩემი პირველი პრობლემის დავალების დაუკავშირდი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შევთავაზეთ 5 მილიონი ლარი სასოფლში. რაზეც გაგუცხადეს უარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სათბურის შესაძლებლად მათთვის არავის მიუყვარდავს. უფრო მეტიც, ზაფხულში გამოცხადებული იყო ღია აუქციონი და ნებისმიერ კომპანიას მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო, თუმცა ცურველი არ გამოჩნდა. ეს აუქციონი ღიაა, საჯარო, ჩვენ მის შესახებ შევატყობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ეს აუქციონი გრძელდება 1 თვის განმავლობაში, ანუ დაინტერესებული პიროვნება ახალდა ამ შესაძლებლობას და გამოიყენება. ჩვენამდე არ იყო მოთხოვნა. ესპანური კომპანიის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მთავრობას საფურის შესყიდვად შესთავაზა და მისი განვითარების გეგმაც შეიმუშავა. ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია ეს საწარმო მომგებიანი იყოს და ამიტომაც გვინდოდა მისი შეძენა. ჩვენ არ ვეცადებით მთავრობის პოზიციას. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მთავრობას ჩვენი შემოთავაზება რომ მიიღო ამ საფურის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე ვამუშავებდით. ეს რუსეთმა ევროპული იმპორტი ჩაკეტა. საქართველოში კი პირიქით საუბარია ბაზების გახსნაზე. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან დიდი მოგების მიღება შეიძლებოდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მზადარია ინვესტორის წინადადებები დღესაც განიხილვა და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღო. მეცაც გეკითხა ეს არაფერი არ არის მათთვის დაკავებული, ესაც ალსაზაროს რედაქტორები ხაშხადდნენ და ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ კერძო კოალიციური ხელში გადასვლის საფუძველი შეუძლია ინფლაციის მართლობის თავისი წინადადები ოღონდ ფორმით და მე ჩვენ ვაბრალებს ვარია პირობას ყოველგვარი პრაქტიკის შეთანხმების გარეშე სამინისტროების სახელმწიფო ერთმანეთის მიმართ ბრალდებები და დაკავებულები გორის სასათბურო მეურნეობა ოფიციალია გაჩერებულია. მაშინ დასაქმებული 90 თანამშრომელი კი უმუშევრადაა დარჩენილი. არა, ეს წარმოგვიდგება რომ შეგეკითხა გორის სასათბურო ესპანური კომპანია, რომელმაც სახელმწიფოს კონტრაქტის მიხედვით ააშენა ეს სათბური, ეს არის ტექნოპონიენტე, მისი წარმომადგენელი გიორგი ფაიკიძე, როგორც აცხადებს, მაღალ ჩინოსნები და კონკრეტულად დღევანდელი ქალაქის მერი ზურაბ ჯირკოლიშვილი მიზანმიმართულად ხელს უშლიან სათბურის ფუნქციონირებას ხელს.
ეს მარტო იმდენად საყურადღებო განცხადებაა, რომ ამაზე შესაბამისი ორგანოებმა უნდა დაიწყოს მოკვლევა, რატო უშლიდნენ და ვის სურს ამ სასათბური მეურნეობის გაკოტრება და რა მიზეზს ემსახურება ეს. ამასთან ერთად გიორგი პაიკიძის განცხადებით და ინვესტორული კომპანიის განცხადებით მათი კონტრაქტის მიხედვით 25 კილოზე მეტი პომიდორი მოიყვანეს კვადრატზე და ზურაბ ჯირკველიშვილი და იმდროინდელი მენეჯმენტი სასათბური მეურნეობისას თხოვდა რომ დაფიქსირებული ყოფილიყო 15 კილოგრამი. 33,000 კვადრატული მეტრია ეს სასათბური მეურნეობა. გამოდის რომ 10 კილოზე, ანუ 10 კილოს ნაკლებს თხოვდნენ დაფიქსირებას. გამოდის რომ სადღაც 330,000 კილოგრამი პომიდორი სადღაც არის გამქრალი ამ სასათბური მეურნეობიდან თუ ეს სიმართლე შეეფერება და ეს 330,000 კილოგრამი პომიდორი მილიონ ლარზე ღირებულებისა მეტია. ანუ სახელმწიფოს ამ განცხადების მიხედვით მიადგა მილიონ ლარზე მეტი ზარალი, ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები და უნდა იყოს გამოკვლეული ვინ უშლიდა საწარმოს ფუნქციონირებას ხელს. ამასთან ერთად რამდენი კილოგრამი პომიდორი მოვიდა შეასრულა თუ არა ესპანურმა კომპანიამ თავისი ვალდებულება და შესაბამისად გაყიდვების მიხედვით რამდენი კილოგრამი პომიდორი არის გაყიდული და ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ 100-ზე მეტი ადამიანი არის უმუშევრად დარჩენილი. ეს ყველაზე წარმატებული საწარმო, რომელიც ისახავდა მისდან ჩვენი ქალაქის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და უამრავი ოჯახის შემოსავლის წყაროდ გაჩენას, ეს არის გაჩერებული და ნიავდება. ჩვენი ინფორმაციით უკვე სახელმწიფოს მიადგა ძალიან დიდი ზარალი. ის ამ გაჩერების შედეგად ცელოფნის შრეებს შორის არ იქნა შენარჩუნებული სითბური ტემპერატურა, რამაც გამოიწვია უკვე ამ სათბურში არსებული ცელოფნის დაზიანება, რომელიც $180,000 ღირებულებისაა. ანუ ჩვენი ინფორმაციით და ამაზეც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოების ზიანი მიადგა თუ არა სახელმწიფო ქონებას $180,000 ღირებულების ცელოფანი, რომელიც არის გადაკრული ამ სასათბური მეურნეობაში, უკვე წყობრიდან არის გამოსული. ეს არის მავნებლობა, სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ წასვლა, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება და ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ვინ არის დაინტერესებული სასათბური მეურნეობის გაკოტრებაში, ვინ ასევე აი კომპანიის მიხედვით რამდენი არის გაყიდული პომიდორი და რამდენი არის წარმოებული. ეს ყველაფერს უნდა მიეცეს თავისი სამართლებრივი შეფასება, მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ დაინტერესდეს აი ამ საკითხს. ამასთან ერთად, ყველა ეს ძაფი მიდის ქალაქის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილი ჩვენ წინასაარჩევნოდ ვკითხეთ მას, მისი ყველაზე წარმატებული პროექტი თავის ცხოვრების განმავლობაში და მან დაასახელა ორი სასათბური მეურნეობა. და იგი იყო ხელმძღვანელი და უშუალოდ იგი ხელმძღვანელობდა სასათბურ მეურნეობას და არც ერთი პროცესი ამ სასათბურ მეურნეობაში მის გარეშე არ იქნებოდა. ქალაქს არ უნდა ხელმძღვანელობდეს მერი, რომელიც ეჭვმიტანილი იქნება პომიდორის არ ვიცი რა დავარქვა ამას ფულდობა თუ სახელმწიფო ქონების განიავებაში, რომელიც მილიონ ლარზე ღირებულებისა შეიძლება მეტიც იყოს და რომელიც იქნება ეჭვმიტანილი მიზანმიმართულად საწარმოს გაკოტრებაში ხელის ჩაგდების მიზნით. ბუნებრივად იბადება კითხვა, როდესაც გიორგი პაიკიძე ესპანური კომპანიის წარმომადგენელი იძახის, რომ ზურაბ ჯირკველიშვილი მიზანმიმართულად უშლიდა ხელს საწარმოს ფუნქციონირებას დირექტორი, პირიქით, რომელიც უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ამ საწარმოს ფუნქციონირებით, რატო უშლიდა ხელს საწარმოს ფუნქციონირებას? ალბათ იმიტომ, რომ მას გააჩნია ინტერესი ამ საწარმოს იაფად გაკოტრების შემდგომ ხელში ჩაგდებისა. ამაზე უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები და ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ეს ქალაქი არ იმსახურებს, თუ ეს სიმართლე იქნება, ეს ქალაქი არ იმსახურებს მერს, რომელიც ამაში იქნება ეჭვმიტანილი და ამაში იქნება ესეთი ბრალდებები იქნება წაკიდებული მას. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი მოკლედ ბრიფინგის მიზანი, სხვადასხვა იმ აგრონომის სახელი და გვარიც მინდა გითხრათ, ეს იყო კვალიფიციური აგრონომი ანტონიო ასენდო, რომელსაც ასევე გიორგი პაიკიძის განცხადებით ხელფასი არ გადაუხადეს, როგორც ეს წარმომადგენელი იძახის 25 კილოზე მეტი მოიყვანა კვადრატზე პომიდორი ამ სათბურში, მაგრამ რეალურად რამდენი არის გაყიდული და რამდენი წარმოების მოცულობა დაფიქსირებული, აი ეს არის ზუსტად გამოძიების ასპარეზი, უნდა გამოიყენოს ზუსტად რამდენი მოვიდა პომიდორი და ვინ იპარავდა ამ სასათბურო
მეურნეობაში თუ ესეთ მომყარვის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ვინ იკარავდა ამ სასოფლო მეურნეობაში აი ბატონ გახა, პამინდრის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებელი ვინ არის? აგრონომი თუ დირექტორი? დაზიანების პამინდრის გაფუჭების შემთხვევაში. ამაზე შესაბამისი საქართველოს დოკუმენტალური დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს სასოფლო მეურნეობაში, ამ სასოფლო მეურნეობაში წარმოების მოწყვეტა. არა, პასუხს ვინ აგებს? აგრონომი თუ დირექტორი? ეს უშუალოდ კონტრაქტის მიხედვით როგორც არის დადებული სახელმწიფოს და ამ კონტრაქტში ეწერება ეს ყველაფერი და ამ კონტრაქტის შესწავლა უნდა მოხდეს ზუსტად რამდენი მოიყვა დავალდებულება ქონდა ესპანურ კომპანიას და რამდენი დაზიანდა რამდენი დაკიდვებით რამდენი დაფიქსირდა და რამდენი დაზიანდა აქ საუბარია 15 კილოს თუ თხოვდა ზურაბ ჯირკველიშვილი რომ დაფიქსირებულიყო მოცულობა 1 კვადრატულ მეტრზე და რეალურად 25 კილო იქნა მოყვანა და 10 კილო სადღაც გაქრა და თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია დაზიანდა თუ არა პამინდორი გაფუჭდა თუ არა რაღაც რაოდენობა ესეც უნდა იქნეს გამოძიებული და ზუსტად 330 ტონა მინდა გითხრათ ყველაზე მცირე 3-4 ლარზე ნაკლები ეს პამინდორი არის და მილიონ ლარზე მიღებულებაზე მეტია რატომ არ მიიღო ესპანურმა კომპანიამ მონაწილეობა აუქციონში აი ეს ამ რეპორტაჟის მიხედვით ირკვევა რომ ისინი მარტის თვიდან სწხოვდნენ რა ფორმით ეს არის ზუსტად გამოძიებისა და გამოიწეს ჩვენს გვაინტერესებს რეალურად რა ხდება და ვინ არის დაინტერესებული მე მინდა პირდაპირ ვიქნა ვინმე შეუშალა ხელი აუქციონში მონაწილეობისთვის ეს არის გამოძიების საგანი სახელმწიფოს წინააღმდეგ იდგება ძალიან მავნებლური ნაბიჯები სახელმწიფოს ადგება ზიანი და უამრავი ადამიანი რჩება სამუშაოს გარეშე ეს პროცესი სხვადასხვა მინდა გითხრათ არ არსებობს რომ რეგიონის გუბერნატორის გარეშე მიმდინარეობს. ბატონ გახა, აუქციონში რატომ არ მიიღო მონაწილეობა? ელექტრონული ღია აუქციონზე რატომ არ მიიღო მონაწილეობა? ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი ზუსტად. ჩვენ თხოვთ შესაბამის ორგანოებს გამოიწვიონ რა გორის სასათქმულო მეურნეობასთან დაკავშირებით რა რეალობა არის შექმნილი. ანუ პირდაპირ მიყიდვის წესით უნდათ მიეცა? პირდაპირ მიყიდვის წესით უნდათ მიეღოთ ეს მოდით ეს ამას ახლა მე ვერ გეტყვით ამ ყველა ინფორმაცია მიამაყ ეს არის ზუსტად გამოძიების საგანი. იმ დროს როდესაც თითქმის წელიწადია სასოფლო მეურნეობა გაჩერებულია და როგორც ვიხარით ჩვენი ინფორმაციით 180,000 დოლარის ზიანი უკვე მიადგა მქონებას, ანუ ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს მიადგა ეს ზიანი. ვინ გააჩერა სასოფლო მეურნეობა, რატო გააჩერა, რა მიზნით, რატო არ გაიყიდა, რატო არ ფუნქციონირებს და სახელმწიფოს რატო მიადგა ზიანი, ეს არის ზუსტად გამოძიების საგანი. ეს უნდა დაადგინოს სახელმწიფო და შესაბამისად პასუხი უნდა გასცეს იმ ადამიანებს, ვინც ჩაიდინა აი ესეთი მსგავსი დანაშაული და ფაქტია, რომ წელიწადია თითქმის უამრავი ადამიანი მუშაობენ და საწარმო არ ფუნქციონირებს. ბატონ გახა, განმეორებით აუქციონზე ფასი იკლებს, ხო, საერთოდ? ინტერესიც ეს იყო ალბათ. ხომ არ იყო ეს ესპანური კომპანიის ინტერესიც, რომ პირველი აუქციონი არ ჩატარებულიყო? თუ ესპანური კომპანია 5 მილიონს იხდიდა ამ საწარმოში რა და ეს სიმართლე შეეფერება რატო არ გაიყიდა ეს საწარმო? რატომ არ მიიღო მონაწილეობა? ეს უნდა გითხოთ ესპანური კომპანიის. მოდი ეს თქვენ ესპანური კომპანიის სახელით გამოდიხართ ეხლა და მე ესპანური კომპანიის სახელით არ გამოდიხარ. მე ფაქტის კონსტატაციას ვაცხადებ, რასაც აცხადებს ესპანური კომპანია. სახელმწიფოს აწყობს უფრო იაფად გაყიდვა? ამას ძვირად არ გაყიდვა აწყობს. ანუ 5 მილიონზე ნაკლების გაყიდვა აწყობს სახელმწიფოს. არა, რა თქმა უნდა, ეს კომპანია თუ იხდის 5 მილიონს გადაიხადოს და ამუშავოს ეს საწარმოს ადამიანები დაასახოს პროდუქციის შექმნას და იყოს სამუშაო ადგილები შეიქმნას ახალგაზრდაც მე შეიძლება მეტი. მიიღო მონაწილეობა პირველ აუქციონში და მეტად გაიყიდებოდა. ეს არის ზუსტად გამოძიების საგანი. ზუსტად უნდა დადგინდეს რატო არ გაიყიდა ეს საწარმო, ან რატო გაჩერდა საერთოდ, ან რატო არ გაჩერებული. შეიძლება ამ საწარმოს გაყიდვა, როცა ის ფუნქციონირებდა, როცა ის წარმოება იყო და პროდუქცია იქნებოდა. გაცილებით უფრო ძვირი იქნებოდა ეს საწარმო. ვინ გააჩერა ეს საწარმო, სახელმწიფოს ვინ მიაყენა ზიანი და ვინ იყო იაფად ამ საწარმოს ხელში ჩაგდებაში დაინტერესებული, აი ეს უნდა გამოიწვიოს შესაბამისმა ორგანოებმა და პასუხი უნდა გასცეს ორი საზოგადოებას, თუ რა შეესაბამება და ეს საწარმო რატო არ ფუნქციონირებს და სახელმწიფოს რატო ადგება ამ ხელს ზიანი. ანა ლიბერალიზაციის პერიოდში რომელი უფრო მომგებიანია კერძო საკუთრება თუ სახელმწიფო საკუთრება? კერძო საკუთრებაში როდესაც არის საწარმო, იგი რა თქმა უნდა უფრო დაინტერესებულია რომ იქ ის უფრო წარმატებული იყოს, უფრო მეტი პროდუქცია შეიქმნას. ჩვენ არ წინააღმდეგ ამ საწარმოს გაყიდვისა და კერძო კლუბების გადასვლას ჩვენ ამას არ ვიძახით. ჩვენ ვიძახით იმას, რომ ვინ მიაყენა სახელმწიფოს ზიანი, სახელმწიფო ინტერესი ვინ მიაყენა ზიანი, როდესაც გაჩერდა ეს საწარმო და უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. სახელმწიფო ინტერესების ზიანის მიყენება ასევე ის, რომ დღეს შეიძლება თურქული პამიდორი შემოდის
ჩვენს ბაზარში და ის იყიდება და საქართველოში შეიძლება გორში შეიძლება პარამეტრის წარმოება და აქ გაკეთება და ეს და კერძო შემთხვევაში, კერძო მეწარმის შემთხვევაში ის არავის დაასაქმებს, თუ მარტო რობოტები იმუშავებენო. არა, კერძო რა თქმა უნდა ხალხი უნდა დასაქმოს, სამსაწარმოში ჩვენი მიზანი არის და ჩვენი პროგრამაც იმაში მდგომარეობდა, რომ სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ამ ქალაქში კერძო მეწარმის შექმნის სამუშაო ადგილის სახელმწიფო, ამას მნიშვნელობა არ აქვს.